გადამუშავებული, ნახევრად გადამუშავებული ან გადასამუშავებელი პროდუქტია. სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს, მათ შორის სასმელ წყალს, საღეთ რეზინს და ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც შედის სურსათის შემადგენლობაში, მისი წარმოების და გადამუშავების დროს. სურსათის ხარისხი არის უნებელი სურსათის სიმახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან, როგორებიცაა სუნი, გემო, ფერი, კონსისტენცია, შეფუთვის წონა და დიზაინი. სურსათის უნებობო გარანტია, რომ არ გამოიწვევს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას, როდესაც ის მომზადებულია ან მიმართულია იმ მიზნით თუ მომზადდეს. პროდუქტის შეძენისას აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ შემდგომი არსებულ ვადას, რომელიც არის გამოშვებული და რომელიც წლამდე შეგვიძლია მისი შენახვა, მაგალითად ეს არის გამოშვებული 0.02.2025 და ვადა აქვს 0.05.2025-მდე. ალერგენები წარმოადგენენ განსაკუთრებულ მნიშვნელოვან რისკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მათ ქიმიურ საფრთხეებად მოიაზრებენ. საქართველოს დაავადებების კანონმდებლობით დადგენილია ალერგიის გამომწვევი მქონე ნივთიერებები და პროდუქტების ჩამოყალიბება. ეს პროდუქტებია თევზ და თევზის პროდუქტები, სოია და სოიას პროდუქტები, მიწისქვილი და თხილის პროდუქტები, მზე და რძის პროდუქტები და ასე შემდეგ. ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს ალერგენებს, რომელიც იწვევს ალერგიას და ამიტომ აუცილებელია ეტიკეტზე ყოველთვის შევამოწმოთ რა შეიცავს ის. მაგალითად, ეს არის სიმინდის ღეღილი დამატებით D200-ით, ასევე შეიცავს შაქარს, ძეც, ლიმონჯაოს და ვარგს.